ეხლა მინდა განახოთ ერთ-ერთი უსამშობლო კიდევ ერთი აკაცუკების ამბავი, რომელიც ძალიან უტყდებათ თურმე და ისა ვთქვათ, გაბრაზებულები არიან თურმე რატო ეძახიან უსამშობლო აკაცუკებს რა. აი გავუშვით თუ შეიძლება რა ეს ამბავი. მე გეკითხებით უბრალოდ რა სიტყვებია უსამშობლო აკაცუკი. თან ისე ღიმილით ამბობენ, ამაყად ამბობენ ამას, ეს რა არის საერთოდ როგორ შეიძლება უკვირს ჭიჭეს რა. ინგასთან ეთერში რა უკვირს რომ როგორ შეიძლება ომეო უსამშობლო აკაცუკი დამიძახონო რა. აი გეტყვით რატო შეიძლება და რატო ხარ თქვენ უსამშობლო აკაცუკები რა. გავუშვით ერთი თინა ხიდაშელის ეს სკრინი რა სიძახის და მე გავაგრძელოთ ლაპარაკი. ორგანიზაცია სამოქალაქო იდეის დამფუძნებლის თინა ხიდაშელის ტევ პირველის ეთერში გაკეთებული განცხადებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში პრაქტიკულად არალეგალურად ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული უნივერსიტეტი ტერორისტების სკოლა, რომლის რექტორიც იყო ალი ხამენეის მემკვიდრედ გამოცხადებული ადამიანი. ამას ხო წერს რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებენო რა, ჯუმი არ ვიცი რა, ყოველ შემთხვევაში თინას ვიცნობ ძალიან დიდი ხანია, მაგრამ აი ესეთ გარეწრობამდე თუ მივიდო და აი ნამდვილად არ მეგონა რა. ძალიან გთხოვთ ერთი გავუშვით მეორე სკრინიც, ამის მერე რო ატყდა ერთი ამბავი რომ რა აკადრა საქართველოს და რაღაცა ეგრევე გადააბრალა ამერიკელებს, აი გადახებთ რა. ეს წერია აშშ-ს მიერ გამოცემული სანქციების დოკუმენტში. მე ვეყრდნობი ამ დოკუმენტს. აი რას წერს, ხო ხედავთ, ეს წერია აშშ-ს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში. შენ ქართველი არა ხართი და? შენ აღარ ცხოვრობ, შენ არ შეგეძლო რომ მისულიყავი და გაგეგო იქ რა ხდება, მონიტორინგი ჩაგეტარებინა და ასე შემდეგ. მე წამოყვებოდი ბოლო და ერთად გვენახათ რა ხდება, თუ მართლა ეგეთი რამე ხდებოდა იქ. ამერიკის დასკვნებს რატო ეყრდნობი? სანამ საქართველოში არ ნახავ შენ თვითონ რა ხდება და როგორ ხდება. აი ეგ არის ზუსტად შენი აკაცუკური ამბავი და ზუსტად ეგ არის მოღალატეობრივი პოზიცია რა. რომ დაუნახავში ამერიკელების დასკვნას ეყრდნობი რა. შენი ქვეყანა არ არის საქართველო? წამო თუ გინდა ეხლავე წავიდეთ, ერთად მივიდეთ იქ და ვნახოთ რა ხდება რა. და ადრეც რო წასულიყავი არ იქნებოდა ურიგო თუ ამის იმას გახმოვანებას აპირებდი საერთოდ საჯაროდ რა. და ზურგში ქვეყნისთვის დანის ჩარტყმას რა. მაგრამ ხელფასი იქიდან გერიცხება ტაილანდიდან და რაზე არის საერთოდ ლაპარაკი. ვაშაძეს კიდე მივმართავ. აი ეს არის ზუსტად მოღალატეობრივი ამბავი რა. უსამშობლოების ამბავი. აი ეს არის, სხვა კი არაფერი არ არის. ამას არ შეიძლება დავარქვათ რომ ამათ სამშობლო აქვთ რა. თქვენ გაქვთ სამშობლო, არ შეიძლება. ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩადიხართ და აგენტები კი არა ხართ. აი რა გითხრათ რა, აი ჩვეულებრივი ნასეტკები ხართ რა. აგენტები გაშიფრული ქემაინთ, გაშიფრული აგენტი აღარ არის. ეს არის ჩვეულებრივი ბანალური ნასეტკა რა. და ეგენი ხართ თქვენ რა, სულ ყველა რა. თურმე უკვირთ უსამშობლოებს რატო ეძახიან? აბა რა არის აქ სამშობლოს ქმედება, სამშობლოს ინტერესიდან გამომდინარე ქმედება არის ეს რომ დღეს აი ამ სიტუაციაში, როდესაც ბომბებიც ვივა ირანიდან, იქიდან, აქედან რომ დღეს გამოხვიდე და თქვა რომ ის საქართველოში ის მზადდება, რა ქვია, ტერორისტებს ამზადებენ ირანელები? ისე რომ არც მიხვიდე, არც შეამოწმო, არც გადაამოწმო, არც მონიტორინგი ჩაატარო, არც კამერები წაიყვანო, არაფერი. აი ესე პროსტო სიტყვაზე, ხო? ამერიკელების დასკვნას ენდე, ხო? ბაიდენის ადმინისტრაციის დასკვნას ენდე, ხო? აი ეგ არის უსამშობლობა, რატო გიკვირთ? მიდი ერთი კითხი გაიკითხე საზოგადოებაში და ხალხში თქვენი მისამართით რა განწყობებია საერთოდ რა?